თანამედროვე მხატვართა გამოფენას უმასპინძლა გუშინ აჭარის ხელოვნების მუზეუმმა. ექსპოზიციაში 50 თანამედროვე ქართველი მხატვარია ჩართული. მონაწილეებს შორის არიან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრები ხელოვანები. გამოფენის გახსნაზე მოეწყო სპეციალურად მხატვრებისთვის დაწერილი სიმღერის პრემიერაც, რომელიც ეთერ კაკულიამ შეასრულა. ასევე ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდა 5 ბათუმელი მხატვარი. ექსპოზიცია ბათუმში 6 აგვისტომდე გაგრძელდება. 7 აგვისტოს კი ის ქუთაისის მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლებს. ექსპოზიცია საქართველოს ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ეწყობა. ჩამოვიტანეთ ეს არაჩვეულებრივი გამოფენა, სადაც მონაწილეობენ ძალიან ბევრი გამოჩენილი მხატვრები. ეს არის დიდი სურპრიზი ბათუმელებისათვის. მე ვფიქრობ, რომ ყველა დიდად ნასიამოვნები წავა ამ გამოფენიდან. დავწერე მხატვრებისთვის ჰიმნი. როგორც ჩანს, მხატვრებზე სიმღერა არ დაწერილა, ეს არის პირველი. ბატონ ალეკო კაკულიას ლექსია. ვარ ძალიან ბედნიერი, სიმღერა გამოვიდა საკმაოდ ხალისიანი.